პისტო პეტროლეუმის ავტოგასამართ სადგურზე მომხმარებელს ხვდება უმაღლესი ხარისხის საწვავი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად. კომპანიის მთავარი კონცეფცია დროის ეფექტურად გამოყენება. სწორედ ამიტომ შეიქმნა პისტო სტორი. სივრცე, სადაც მძღოლსა და მგზავრებს შეუძლიათ შეისვენონ, წაიხემსონ და ენერგია აღედგინონ. სტორში მათ ხვდებათ ადგილზე დამზადებული უგემრიელესი ჰოთ-დოგები, არომატული ყავა და სნექები, რაც კომფორტული მგზავრებისთვის შეიძლება დასჭირდეთ. პისტო სტორისთვის მთავარი გამოწვევა იყო ნაშთების ზუსტი კონტროლი, სწრაფი გაყიდვები და ბუღალტერიის გამართული აღრიცხვა. როცა ასორტიმენტში არის როგორც მზაპროდუქცია, ასევე ადგილზე დამზადებული პოზიციები, საოპერაციო მართვა საკმაოდ კომპლექსური ხდება. ამასთანავე ბუღალტერიასა და რეალურ საწყობს შორის ინფორმაციის სვლა დაყოვნებით ხდებოდა, რაც ხელს უშლიდა კომპანიის ოპერაციული გადაწყვეტილებების მიღებაში. განსხვავება კოლოსალურია, როცა ბუღალტერია, საწყობი და სალარო ერთიან ეკოსისტემაშია, შესწავლების ალბათობა მინიმუმამდე დადის. მაგალითად, ჰოთ-დოგის ან ყავის გაყიდვისას სისტემა ავტომატურად ჩამოწევს შესაბამის ინგრედიენტებს და ასახავს მათ ფინანსებში. თანამშრომლებს აღარ უწევთ დუბლირებული სამუშაოების კეთება, რაც მათ უზარმაზარ დროს უზოგავს და საშუალებას აძლევს მთელი ყურადღება მომსახურების გაუმჯობესებაზე გადაიტანოს. პროგრამა ბალანსში ნებისმიერ მომენტში რეალურ დროში ჩანს, რა იყიდება ყველაზე კარგად, როგორია მარაგები, როგორია დღიური ბრუნვა და მოგება. პისტო სტორის მენეჯმენტს აღარ სჭირდება ლოდინი რეპორტინგისთვის. ლაივ მონაცემებზე დაყრდნობით მომენტალურად იღებენ გადაწყვეტილებებს მარაგების შევსების, აქციების გაშვებისა თუ პროცესების ოპტიმიზაციის შესახებ. პისტო სტორისთვის ბალანსი უბრალოდ პროგრამა კი არა, კომპანიის ზრდის საიმედო პარტნიორია, რადგან იგეგმება გაფართოება და სერვისის კიდევ უფრო გაუმჯობესება. კომპანიის სჭირდება მოქნილი სისტემა, რომელიც მის მასშტაბებს აღყვება. ბალანსი სწორედ ასეთი მყარი საყრდენია. ბალანსის მხარდაჭერის ჯგუფი ყოველთვის მზადაა მოისმინოს მოთხოვნები, მოარგოს სისტემა რეალურ პროცესებს და სწრაფად იპოვოს ოპტიმალური გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან. მთავარი რჩევა იქნება, ნუ გადადებთ ციფრულ ტრანსფორმაციას. თუ კომპანიას სურს ჰქონდეს სრული კონტროლი საწყობზე, ფინანსებსა და ბუღალტერიაზე და ამავდროულად დაზოგოს უდიდესი დრო და რესურსი, ავტომატიზაცია და ბალანსის მსგავსი სისტემის დანერგვა ყველაზე სწორი ინვესტიციაა.